ჩვენ ბრუნდებით დღე ეთერში ახალი ამბებით ქართველი ემიგრანტების პროტესტის საბერძნეთში. ისინი საკუთარი ხმების დაცვას იწყებენ, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამას ახლა გიორგი ორკრიბელაშვილისგან შევუწყობთ. პირდაპირ სატელეფონო ხაზია საბერძნეთიდან ორგანიზაცია ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის ხელმძღვანელი ბატონო გიორგი მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონო გიორგი, კონკრეტულად რაშია საქმე, რამ გამოიწვია ქართველი ემიგრანტების პროტესტი? დღევანდელი ჩვენ ხმის დაცვას არ ვაპირებთ. ერთადერთი ჩვენი პროტესტი რამაც გამოიწვია, ის არის, რომ საურგარეთის უბნებზე მიწერილი არის 2 სპეცუბანი, რომელიც არის ავღანეთში დისლოცირებული ჩვენი სამხედრო კონტინგენტი. რა თქმა უნდა, მათ უნდა მისცენ ხმა და მათ უნდა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ მეგაჩნია, რომ ეს ხმებია უნდა იყოს დაცვლილი ცალკე, რადგან ეს ამახინჯებს იმ განწყობებს, რომელიც სუფევს ემიგრაციაში. პირდაპირ გეტყვით, დღეს თუ ამ ხმების ჩათვლით, თუ მონაცემებია 52-52-ზე ქართული ოცნების სასარგებლოდ. რეალურად ეს ხმები რომ არ იყოს მიწერილი ემიგრაციის ხმებზე, რეალური სურათი მსოფლიოში შეცვლილი იქნება და შეიქმნება ესეთი, რომ 70% ემიგრანტებმა გამოუხატეს ნდობა ქართულ ოცნებას, ქართული მომავლის ასაშენებლად. აგრეთვე ჩვენი პროტესტი გამოიწვია გამოწვეულია იმ მდგომარეობით, რომ ჩვენ მაქსიმალურად თავიდანვე ჩვენ ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეუზღუდა ემიგრანტებს მონაწილეობის უფლება არჩევნებში. მაგრამ ის მცირე რაოდენობაც კი, რომელიც დაფიქსირდა, იყო საშინელ მდგომარეობაში, რადგან ნახევარმა იმ ადამიანებმა, რომლებაც საკონსულო, მაგალითად საბერძნეთში, მე შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ ნახევარმა იმ ახალ ადამიანებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იყვნენ, ყველა კანონით ეკუთვნოდათ სიაში ყოფნა, თავისი სიებში საბოლოოდ ვერ აღმოაჩინეს. საბერძნეთში ამომრჩეველი მოვიდა ძალიან მასიურად, მაგრამ მხოლოდ ნაწილმა შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ცოლ ქმარი, რომელმაც ერთად დადგნენ აღრიცხვაზე, საკონსულო აღრიცხვაზე, ცოლი სიაში იყო, ქმარი არ იყო სიაში. ამაზე ყველაფერზე დაწერილია საჩივრები CSKO-ში და ჩვენ დღეს რეალურად რასაც ვითხოვთ არის, რომ დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ჩვენ ყველანაირად, ყველა ხერხით, ყველა საშუალებით მოგვისპეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ჩვენი პოზიციის დაფიქსირების უფლება. ჩვენ კიდე ერთხელ მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა, ვინც ეს გააკეთა. CSKO არის, კონსულები არიან ადგილზე, საგარეო საქმეთა სამინისტროა თუ ვინც არ უნდა იყოს, რომელი პასუხისმგებელი და პირდაპირ ვამბობ, ახალი ხელისუფლება, ახალი მინისტრთა კაბინეტი რო შევა ძალაში, მათ პირველ რიგში ეს უნდა გამოიძიოს, რა მოხდა კონსული საბერძნეთში გიორგი არჩემაშვილი, როცა ადამიანი შედის და ეკითხება, რატო არა ვარ სიაში, ანახებს, მე გადავაგზავნე ეს სიები, საკონსულო სიები და ხარ კომპიუტერს უტრიალებს, ხარ სიაში, უნდა იყო ყველაფერში და ალბათ CSKO-მა მოგიღო. რაკნას იმ ადამიანმა საჩივრის გარდა რაკნას ჩვენთან ხალხი იყო მოსული საბერძნეთში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 8 თვეა ვითხოვთ, რომ უბნები გახსენით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოსახლეობა და ძალიან დიდი საქართველოს მოქალაქეების ერთობლიობა ცხოვრობს კუნძულ კრეტაზე, ხანიაში, ირაკლიონში. რო ეხოთებოდით გახსენით უბნები, ქალები იყვნენ ჩამოსულები 24 საათი გზას სჭირდება. და ეს ქალბატონები სიაში არ აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პასპორტი აღებული აქვს საბერძნეთში, ათენის საკონსულოში. იგივე მდგომარეობა გვაქვს სალონიკში. სადაც პონტიელები, რომლებიც წამოვიდნენ სულ ახლახან საქართველოსთან და რომლებმაც პენსიების ცნობები გააკეთეს იმაში, რომ პენსიას იღებენ საქართველოში, ისინი სიაში არ მოხვდნენ. ჩვენ გვაქვს შემთხვევას, როცა ადამიანი, რომელსაც პირადობის მოწმობა აქვს აღებული ათენის საკონსულოში, მას ამის გამო მოეხსნა პენსია საქართველოში, იმიტომ რომ რეგისტრაცია გაუტარდა იმაში, ათენში. ის სიაში არ აღმოჩნდა. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? არ შეიძლება ეს. შეიძლება მოვიგოთ არჩევნები, შეიძლება წავაგოთ არჩევნები, მაგრამ ყველამ დამნაშავემ იმაში, რომ ემიგრანტებს ხმები ეზღუდათ. ამაზე პასუხი უნდა აგოს. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი. ბატონო გიორგი, რამდენმა ადამიანმა მიიღო სულ საბერძნეთში მონაწილეობა საარჩევნო პროცესში? რამდენადაც ვიცი, თუ არ ვცდები 3 უბანი იყო გახსნილი საბერძნეთში. 4 უბანი იყო გახსნილი, ეს არის 2 ათენში, ეს არის 2 ათენში და 2 სალონიკში. რამდენმა მოახერხა ხმის მიცემა რეალურად? ხმის მიცემა სულ მოახერხა 2100 კაცმა, 2103 კაცმა. და რამდენი დარჩა ესე? გარეთ დარჩა მინიმუმ 10,000 კაცი, იმიტომ რომ საჩივარი მეტია CSKO-ში შესული. საჩივრების რაოდენობა ამ 4 უბანზე, საჩივრების რაოდენობა არის 5200.
რომელიც ითხოვს ადამიანი რომ საკონსულოზე აღრიცხვის ფურცელი უჭირავს ხელში და ის საკონსულო აღრიცხვაზე ვერ დგას. კარგი, დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში საბერძნეთიდან საუბრობდა გიორგი ურყიბელაშვილი, ორგანიზაცია ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის ხელმძღვანელი.